მე და ევა მივდივართ, უნდა გავაკეთოთ პოპკორნი და ვჭამოთ ტელევიზორთან, ხო ევა? პოპკორნი ტელევიზორთან, ხოდე? მე გავაპოპკორნი. აჰა, ასე ჩავყარეთ. მე და რომ მარილი მოვაყარეთ. ერთობლივად ვაკეთებთ. ამას თავს ხორი ხარ აქ, ამიტომ ასე. დაიწყო ევა, დაიწყო. ოღონდ არ არის კარგი, ის დიდად არ იშლება. ბურგერები. if რამეები. ისა ჩადეთ მათ ცივარში. აურა кайფის, ამანიდორები. ძანკა. ჩვენ რამდენი რაღაცებია. ბავშვებსაც უყვართ. ესეთი ერთი ევა მოყვე აიყო. დაიწყე ისა მყვალეს სუხარები რომელიც მან დავმოვა. ესენი. if. ხან შენ ნაირე. დაბავედი. Eva. საღამოშიდობის ახალხო ესე იგი იმდენი ხანია ჩემსადმები გზავდქარვა აი მოგანა ფაქტად შემდგარ მაგრამ ეს იყო ერთი დღე და მორჩა მაგას კი როგორც ყველამ ვიცით არ შედეგი არა ხო და აი ახლა მინდა რომ გავაგრძელო რომ ეს იყოს ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. თან მინდა
ღამე დავას გვეძინა უამრავი. სხვათა შორის ხშირად ძირიან ყოფნის ხოლმე და ამ დროს უკვე მიგდებული ვარ ხოლმე. თან კარგად ხო არ მძინავს, რომ ბავშვო ძინავს ჩემთან და რაღაცა მაინც ფხიზლად ძინავს, მე ზაღლი დადის და მე ვიძება და ანუ მაინც ვერ ვისვენ ხეთქობა ისე მოსაჭიროა, ეგეც მოქმედებს და მე თვითონ ენერგია არ მაქვს, მაგრამ რომ ვიწყებ ფიზიკურ აქტივობას, აი ახლა მაგალითად გეგონება სხეული როგორ ვთქვა, ენერგიით აივსო, სიცოცხლით აივსო. ანუ ორგანიზმი ივსება ხოლმე სიცოცხლით, ივსება ხოლმე ენერგიით. და ეს ძალიან საოცარი საკრძნებია და ძალიან კარგია. ხო და მინდა რომ ეს ისევ ყოველდღიური ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ვაქცია და გავხადე, იმიტომ რომ თვლია ყოველთვის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმს ჭირდება ეს, ჭირდება ჯანმრთელობისთვის, ამტანობისთვის, ბევრი დაავადება არ შეხვდეს იმისთვის. ისეთი აუცილებელი რაღაცა, როგორც საკვების მიღება, როგორც კბილების მოვლა, როგორც დაძინება და შემდეგ. თუმცა ჩვენ რაღაც ისე ვუყურებთ ხოლმე, როგორც რაღაცა საშინელს, აზიზღარს, საძულველს, იმიტომ რომ ასოცირდება რასთან? აკრძალვებთან, იძულებებთან და ასე შემდეგ. ეხლა მე ამას მინდა რომ გქონდეს არა აკრძალვების და იძულებების ფორმა ამ კვებაში, ან სიარულში, არამედ ანუ ჩემი ჯანმრთელობისთვის ყოველდღე გავაკეთო ის, ეს არის ჩემი ძიება და მორჩა. ამას რომ მორჩა მე მინდა თავი დავიგანო. მე კიდე მინდა რაღაცები ვნახოთ. ეხლა ზიკრებს უყურე და დავდივარ. დავიბანე ხალხ, ანუ ახლა წავისვა, სახესაშინლოდ გამომიშრა. ზემოთ წავისვა მარტო, მინდა რომ აი ეს ხარე მინდა რომ ეპილაცია გავიკეთო. არ ვიცი თქვენ იკეთებთ თუ არა ეპილატორით ეპილაციას. მე მაღალი ტესტოსტერონი მაქვს ბავშვობიდან. ანუ აი კაცს რომ უნდა ქონდეს ტესტოსტერონი. ანუ ქალს ნახეთ როგორ ქალის ზედა ზღვარი რო არის, სულ ზედა ზღვარი, აი მაგაზე მაღალია კიდე კაცს ქვედა ზღვარი ტესტოსტერონის, ანუ კაცის ჰორმონია ტესტოსტერონი. ხოდა მე მაქვს ქალის ზედა ზღვარი, ყოველთვის ეგრე მქონდა. სადან მატარეს ექიმებში, რა წამლები არ მასვეს, საუკეთესო ექიმები მომატარეს. სანამ წამალს ვავდი დამეწეოდა და როგორც კი წამალს თავს გავანებებდი, ეგრევე ადიოდა ზემოთ. რა თქმა უნდა, ტესტოსტერონი არის კაცური ჰორმონი და შესაბამისად იწვევს თმიანობას, იწვევს ფეთქებად ხასიათს, მთელი ამბები მოკლედ და ბოლოს დაადგინეს ამ ექიმებმა, როგორც კი შემიწყვიტავდნენ წამალს, ისევ ადიოდა თავის ჩემი ნორმაზე, როგორცაც მქონდა და ბოლოს უთხრეს, რომ განებით რა ამ ბავშვს თავიო, ანუ არიან ადამიანები, რომელსაც ბუნებრივად აქვს ესეთი მაღალება. ეგეთია ეგო. და არაფერში არ შეუშლის ხელს, საერთოდ ეგ დაუსრულებაში უშლის ხოლმე ხელს, მაგრამ ჩემთვის არც ერთხელ არ შეუშლია. ასე რომ ესეთი მაღალი ტესტოსტერონით ვარ დაჯილდოებული და ცუდი რამე არ არის სხვათა შორის, ეს ასეთი ხასიათი რომ აქ ეგ არის, მაგრამ აი აქ მაქვს თმები, ახლა არ ჩანს წვრილია ძალიან. აი ამებში თითქმის აღარ მაქვს უკვე. და აი აქაც მაქვს რამდენიმე და ხა დავდიოდი იქ მოსკოვის გამზირზე იმაში მედიში და ვიკეთებდი ეპილაციას. ხო და მან იმიტომ მივედი რომ ეგ მეგონა ისა უმტკივნეულო. ჩემ ფეხები არაფერი უმტკივნეულო ეგ არ ყოფილა. ჩვეულებრივად გტკივა. და საკმაოდ კარგათაც გტკივა. თუმცა ჩემ შემთხვევაში რა ვიცი, მოიცა, გადაყენოთ.
Чем შემთხვევაში საკმაოდ კარგად ეფექტურია. Чем შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ საკმაოდ ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული და მე რაღაცა პერიოდი ვეღარ გავიგეთ. აქეთ რო გადმოვედით, თან ახლოსაც არ არის და მათი მოდი ვცდი და ეს მაქვს ბრაუნის განსაყვარელია, ძალიან მიყვარს. თან ანათებს და კარგი რატო იცით, რომ ანათებს რომ მივიდეს აქ. ხედა იცით როგორი დათხელებულია? ანუ ბუსუსებია რა. არა, შავებიც არის ზოგი. მოგრძო, მაგრამ ეგეთი ცოტაა. პატარა ასაკიდან, ბავშვობიდან დავიწყეს. ამიტომ რომ ძალიან ისეთი თავმომწონე ბავშვი ვიყავი. და ძალიან არ მომწონდა. ტკივილის ნელ-ნელა ისეთი ხდება. ძალიან ასატანი რა. ასე ვთქვათ. აი, აქ ოღონდ ვერ ვიკარებ. რამდენჯერ ვცადე, არ შემიძლია. აი შევ დავაჭირო და გავაგრძელო, ეს არ შემიძლია. ეს ნელ-ნელა. ახლა ეს ის საკაიფოა. თან ახეთ ხედავთ როგორ დადის. ანუ ჩადის რაღაცნაირი. ხოდა არც იმ სასწავლებლებ ფულს არ ვიხდი. ზუსტად ისეთივე დროში ამომდის, როგორიც მაშინა მომდიოდა. და ესეც ათხელებ. თოთაგან მოვუგეს. სულ არ ვიცი ხდება თუ არა. ხელებზე ვერ მივეჩვიე. ანუ ხელებზე ვერაფერს ვერ მივეჩვიე. სამგონი. ზოგი ისეთი ბატაწინაა, რომ ვერ ხედავ. ხა დღეს ვიკეთებ ხოლმე, რა ვიცი, ხარად მოვინდომე. მგონი ვსო. კაი ის იყო ლაზერზე, რომ აი ამ ერთს მიკეთებდნენ ხოლმე. ეს მაგას ვერ წუდება. ჩო. მაგა. მაგრამ იხედე ეს ფაქტიურად მკვდარი ზონა არ მიკითხეთ, რომ ვერ ვეკარებ. აი ეს. დაწერთ თქვენ თუ იკეთებთ. ეპილაციას და რომელს. გავიშრობთ მას.
და ეხლა აქ ცუდია რომ დავჯექით ჩავიხედე, იმიტომ რომ გააცუდია აქ დავჯექით ჩავიხედე, იმიტომ რომ გამიჩნდა სურვილი რომ სახე ვიწვალო. ეს დღეს უკვე გავაკეთე.